Vnukovos აეროპორტში მომხდარ ავიაკატასტროფას საფრანგეთის უმსხვილესი ნავთობკომპანიის ტოტალის პრეზიდენტი ემსხვერპლა. კერძო თვითმფრინავის Falcon 50-ის ბორტზე 63 წლის კრისტოფ დე მარჟერის გარდა კიდევ 3 ადამიანი იმყოფებოდა. ტრაგიკულ შემთხვევაში ყველა მათგანი ემსხვერპლა თვითმფრინავი აფრენის დროს ასაფრენ ბილიკზე მოძრავ თოვლის საწმედ მანქანა შეეჯახა და გადაბრუნდა. შეჯახების შედეგად საჰაერო ხომალდს ხანძარი გაუჩნდა და ის მთლიანად დაიწვა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით თოვლის საწმენდი კომბაინის მანქანის მძღოლი მთვრალი იყო. შემთხვევის ადგილზე ექსპერტები ამ დრომდე მუშაობენ. მოხდარის გამო ვნუკოვოს აეროპორტის მუშაობა რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო. ავიაკატასტროფის მიზეზად წინასწარი ინფორმაციით ადამიანური ფაქტორის სახელდება ტოტალის პრეზიდენტი მოსკოვში უცხოელი ინვესტორების ყოველწლიურ ფორუმზე დასასრებად ჩავიდა. Изъяты и переданы для расшифровки. უკვე აღმოჩენილია და გასაშიფრად გადაცემულია თვითმფრინავის ორი შავი ყუთი. ამ ეტაპზე ავიაკატასტროფის რამდენიმე ვერსია განიხილება. კერძოდ დისპეჩერის შეცდომა და თოვლის საწმენდი მანქანის ძღოლის ქმედება. ამასთან გამოძიება განიხილავს უამინდობისა და პილოტირების შეცდომის ვერსიებს. ამ დროისთვის ცნობილია, რომ თოვლის საწმენდი მანქანის ძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.